მოგესალმებით ინგა ძალიან დიდი მადლობა ეთერისთვის სანამ განვარტავ ერთ ხმა გესმით ჩემი? დიახ, კარგად ისმის. კი. კიდევ ერთ დამატებით ინფორმაციას გეტყვით, ჩეხეთის სენატმა მიიღო ასევე რეზოლუცია, რომლითაც იქ წესი ესეთია, იმისაც რომ მთავრობამ ნაციონალური სანქციები გამოიყენოს, როგორც ლიტვის და ესტონეთის შემთხვევაში მოხდა, მას სჭირდება პარლამენტის თანხმობა და სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც დაავალა მთავრობას, რომ გამოიყენოს სანქციები ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისთვის საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, ისე რომ ამ დღეებში კიდევ ერთი პარტია, ერთი წყება, ასე ვთქვათ, სანქციების იქნება უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანა ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან, როგორც ჩანს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? დღეს საოცარი დღე იყო, ხო, უკვე ვეღარ ვეწევით, იმდენი რამე მოხდა, იმდენი ამბავი იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან, სხვადასხვა მიმართულებით. თავისთავად პირველ რიგში ეს იმას რომ იმას ნიშნავს, რაც ამ აქტებში წერია, რომ ამ ადამიანებს ეზღუდებათ ფინანსური ოპერაციები, რაიმე საკუთრების ფლობის შესაძლებლობა უქრებათ იმ ქვეყნებში, რომლების მიერაც ისინი სანქცირებული არიან. უნდა ვიცოდეთ, განვმარტოთ აუცილებლად, რომ როგორც დიდი ბრიტანეთის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დღეს გამოცხადებული სანქციების შემთხვევაში, ჩვენ აღარ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ვიზების შეზღუდვა სახეზე, არამედ უკვე სახეზე გვაქვს ფინანსური და ქონებრივი სანქციებიც ამ ადამიანების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს, როგორც უკვე ვთქვი, იმას, რომ მათ ვერ ექნებათ ვერანაირი ქონება ამ ქვეყნებში და თუ აქვთ ასეთი, მაშინ მათი გამოყენების შესაძლებლობა უქრებათ. ეს დაყადაღდება, გაიყინება, ისევე როგორც საბანკო ანგარიშები, უფრო მეტიც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება როგორც მესამე პირი, მათი სახელით მათ დასახმარებლად განახორციელოს ასეთი ოპერაციები, ისიც სანქციების ქვეშ მოყვება და ეს სანქციების აღსრულების მექანიზმი მათზეც გავრცელდება, ამიტომ გაცილებით უფრო დიდია ეფექტი, ვიდრე მხოლოდ ამ კონკრეტული ადამიანებზე, ვისაც უშუალოდ ეს ეხებათ, მაგრამ არის მეორე ასპექტი, რა თქმა უნდა, ამ სანქციების, რომელიც სრულიად თამამად გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ ორი რამ. პირველი ის, რომ წრეები ძინა ივანიშვილის გარშემო ძალიან ვიწროვდება. ვახტანგ გომელაური უბრალოდ შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის და ჩვენ ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ის არის ამ მთავრობაში ყველაზე უფრო ახლო ადამიანი. თავარი დასაყრდენია გომელაური ბიძინა ივანიშვილის, ხო? თავარი დასაყრდენი თამამად შეგვიძლია ვთქვათ ეს. პრემიერებს სulis, მაგრამ ხან უშვებს, ხან აბრუნებს, მაგრამ გომელაური დღიდან მისი მოსვლის ხელისუფლებაში სულ არის ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი. კი, აბსოლუტურად. ზუსტად ამაშია საქმე, რომ ისი დასანქცირება, რა თქმა უნდა, მე არ ვაკნინებ იმას, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არის დასანქცირებული და შესაბამისად ეს არის საშინელი განაჩენი დღევანდელი ქართული სახელმწიფოსთვის, როდესაც შინაგან პოლიციის უფროსის დასანქცირება ხდება, ანუ ჩვენ შემთხვევაში შინაგან საქმეთა მინისტრის, ეს არის პირდაპირ განაცხადი იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს აწამებენ, ამ ქვეყანაში ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენება ისეთი ტიპის მეთოდები, რომელიც, რა ვიცი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით და საერთაშორისო აქტებით საპატიმროებში და პოლიციის განყოფილებებში გამოყენებისთვის, ისევე როგორც ქუჩაში პოლიციის მოქმედების დროს. შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციები, განსაკუთრებით მაგნიტსკის სიის ტიპის სანქციები, არის განსაკუთრებულად მძიმე განაჩენი ასეთი ტიპის ხელისუფლებებისთვის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხაზგასმით ვამბობ ამას. ერთია საგარეო საქმეთა მინისტრს, როდესაც ასანქცირებენ, ვთქვათ, პოლიტიკური მიზნებით, ან თუნდაც იგივე პრემიერს, მაგრამ როდესაც პოლიციის უფროსს გისანქცირებენ მაგნიტსკის სიით, ანუ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ გავლაში აღარ ხარ დემოკრატიასთან, შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აწამებს. და წერტილი. და წამება მონობასთან ერთად არის ორად-ორი დანაშაული. ორად-ორი დანაშაული არსებობს დედამიწაზე, დღევანდელი მდგომარეობით, წამება და მონობა, რომელიც აკრძალულია ყველა საერთაშორისო დოკუმენტით აბსოლუტურად არ არსებობს არანაირი გამონაკლისი, რომ აი ამ შემთხვევაში შეგიძლია აწამო და აი იმ შემთხვევაში არ შეგიძლია აწამო. ესეთი რამე უბრალოდ არ არსებობს. და ეს უნდა გვახსოვდეს ყველას ძალიან კარგად, რომ ჩვენ დღეს საქმე გვაქვს ასეთი ტიპის შემთხვევასთან. და ამიტომ არის ეს განსაკუთრებით მძიმე, ეს არის განაჩენი იმ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რომელსაც
რომლის პრემიერადაც ეს კაცი თავის თავს ასახებს, რომლის მინისტრებასაც ეძახიან ესენი თავის თავს, რომლის პარლამენტარობასაც გვეთამაშებიან 26 ოქტომბრის შემდეგ. თინა, ანუ ეს რა შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რადგან პირდაპირ მეთიუ მილერის განცხადება წავიკითხე და ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი პარტნიორების პასუხი იმ სისასტიკეზე, იმ სისხლისღვრაზე, რაც ატრიალეს ამ დღეებისა და ღამეების განმავლობაში თბილისის ცენტრალურ გამზირზე. ხო და სავარაუდოდ როგორ შეგვიძლია ვიფიქროთ პოლიტიკურ კონტექსტში რა გაგრძელება შეიძლება ამას მოყვეს, ანუ წრე ვიწროვდება და კიდევ ერთხელ გავუსვამდი ხას იმ მაყურებლისთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ სურს დაინახოს რა რეალობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა, რომ გომელაური არის მთავარი დასაყრდენი და აი ეს სისტემა აღმოჩნდა, ჯალათების სისტემა აღმოჩნდა მთავარი დასაყრდენი ივანიშვილისთვის, ხო? ანუ შეგვიძლია თუ არა დღეს ჩვენ ვივარაუდოთ, რომ ამერიკის სანქციები კიდევ უფრო გაფართოვდება პირთა წრე, ვისაც შეეხება ეს და მეც გავიმეორებდი, რომ მაგნიცკის სიაში შეყვანა ეს არის სამუდამო დაღი. ხელისუფლებისთვის, ხელისუფლების მაღალი პირებისთვის და მით უმეტეს, როცა ჩვენ საუბრობთ ადამიანების თვის მოწყობილ სისხლისღვრაში მთავარი დამნაშავის პასუხისმგებლობაზე, ანუ ამ უწყების, რომელსაც ხელმძღვანელობს გომელაური. კი, მაგნიცკის სიაში შეყავთ ორი კატეგორიის ადამიანები. ჯალათები, ანუ რაღაცა ეხლა ზედმეტი სიტყვების გამოყენება არ გვინდა, პირდაპირ უნდა დავარქვათ სახელი ყველაფერს. რუსეთიდან, როდესაც შედგა მაგნიცკის სია, ამ სიაში მოხვდნენ ორი კატეგორიის ადამიანები. სისტემის ჯალათები, მათთვის შეიქმნა ეს სია და მეორე განსაკუთრებული კატეგორიის პროპაგანდისტები, რომლებიც აი ამ ჯალათების სისტემას არსებობის შესაძლებლობას აძლევს. და ამას მინდა ეხლა ხაზი გაუსვა, ეს დამატება შემოვიტანო ამ ჩვენს საუბარში, რომ მეორე კატეგორია, ეხლა გუშინ სულ რაღაც 2 დღის წინ გამოქვეყნდა დამატება, რუსეთთან დაკავშირებული დამატება, მაგნიცკის სიაში დამატებული ხალხის და იქ შეიყვანეს მაგალითად თიკა კანდელაკი. რუსეთის გამო, საქართველოს გამო არ შეუყვანიათ. მის გვარს იმიტოვაცებს კიდე ბევრი სხვა ადამიანი შეიყვანეს. კი, ბევრი სხვა ადამიანიც არის, მაგრამ ქართველებისთვის ეს გვარდასახელი ცნობილია და ამიტომ გაცილებით უფრო ადვილად მისახვედრი იქნება, რაზე ვსაუბრობ. დიახ, ამ სიაში შეყავთ აი ამ ორი ძირითადად ამ ორი კატეგორიის ადამიანები, ჯალათები და სისტემის ეგრეთ წოდებული პროპაგანდისტი ხერხემლები, რომლებიც აცოცხლებენ ამ ჯალათებით დაკომპლექტებულ სისტემას. ამიტომ მე ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ზოგიერთი ადამიანის ადგილზე, რომლებიც დღეს არიან მთავარი მაცოცხლებელი და მამოძრავებელი აი ამ ჯალათების სისტემის. ვერ ვიქნებოდი მშვიდად და ვერ დავიძინებდი მათ ადგილზე მშვიდად, მათ ადგილზე რომ ვიყო ამ ვითარებაში, იმიტომ რომ აუცილებლად გაფართოვდება ეს სია, გაფართოვდება არა მხოლოდ მოგზაურობის შეზღუდვის ნაწილში, არამედ სწორედ მაგნიცკის სიის ნაწილში. მე მაგალითად ველოდები, რომ შეასახთა სამინისტროს შემდეგ სუსი იქნება შემდეგი ობიექტი ამ დარტყმის და ასევე აუცილებლად ნახავთ ჩვენი სისტემის პროპაგანდისტებს, იმიტომ რომ უბრალოდ სხვაგარად შეუძლებელია, ეს არის ლოგიკური განვითარება მოვლენების. და კიდევ ერთი თუ შეიძლება, თინა, ვინაიდან თქვენ ზუსტად ხართ ის ადამიანი, ის რესპონდენტი, ვისაც მე შემიძლია ეს კითხვა დაუსვა, აი ივანიშვილი რითიც თავის ხალხს ამყარებდა თუ ამხნევებდა, ეხლა ტრამპი გადაიბარებს, მოვა ახალი ადმინისტრაცია, შეიცვლება ყველაფერი. აი ეხლა არის ეს ზღვარი, ხო? ამ მიმართულებით რა სიტყვით, ანუ განვუმარტოთ მაყურებელს, რომ როცა მაგნიცკის სიაში შეყავთ მთავარი დასაყრდენი პირები, ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლების იქ ადმინისტრაციის ცვლილება არაფერს ცვლის რეალურად. აი თქვენ რომ განმარტოთ ეს კარგად. რა თქმა უნდა, ამას აქ სამი რამე შეგვიძლია ვთქვათ. პირველი ის, რომ ადმინისტრაციის ცვლილება არაფერს არ ცვლის. მაგნიცკის სია არ შექმნილა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, თავისთავად. ბაიდენის პრეზიდენტობის დროს არ მოუგონიათ მაგნიცკის სია. და ის ადმინისტრაციიდან ადმინისტრაციას მიყვება და არავითარი პრობლემა აქ არა, იმე განსხვავებულობა ამ თვალსაზრისით არ ყოფილა. მეორე
დღეს, როდესაც გარდამავალი არის პროცესი, ტრანზიცია არის ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგეხსენებათ, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს არავინ არ მიიღებს. სუორწიანებას დავამატებ, ვიცი რომ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს, მაგრამ უბრალოდ ადვილად გასაგები რომ იყოს, როგორ იმართება ამერიკა იმ პერიოდში, როდესაც ყავს ქვეყანას ლეგიტიმური პრეზიდენტი და ყავს იმავდროულად არჩეული პრეზიდენტი. ხო, აი 2 თვის განმავლობაში, 3 თვის განმავლობაში რა ხდება ამერიკაში? ამ დროს იქმნება სპეციალური ორგანო, რომელიცაც ეგრეთ წოდებული ქართულად ზუსტად არ ვიცი რა ქვია, მაგრამ მოკლედ ამ პროცესების დამლაგებელ მომრიგებელი ორგანო ქვია თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც პასუხისმგებელია გადაბარებაზე საქმეების და ყველა პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც განგრძობადი უნდა იყოს შემდეგი ადმინისტრაციის პირობებში, სწორედ ამ ორგანოს თანამონაწილეობით მიიღება. ამიტომ გამორიცხული ამას სრული პასუხისმგებლობით, რომ ისეთ უმნიშვნელოვანეს აქტს, როგორც მაგნიტსკის აქტია, სავიზოს შეზღუდვებზე კიდევ შეიძლება რომ ვიფიქროთ ეს ინდივიდუალურად მომხდარიყო, მაგრამ მაგნიტსკის აქტში ადამიანების შეყვანა შეუძლებელია დღეს მომხდარიყო ისე რომ ეს ამას არ გაევლო ეს გარდამავალი ტრანზიციული კომისია და არ ყოფილიყო ორივე მხარესთან შეთანხმებული და მესამე ის რომ ეს სიმართლეს ვამბობ, ამისი საუკეთესო დასტური არის მთელი წყება განცხადებების, რომელიც სწორედ ბოლოს 3-4 დღის განმავლობაში უწყვეტად, პრაქტიკულად ყოველდღიურად კეთდებოდა კონგრესმენ ჯო ვილსონის მხრიდან და კონგრესმენ ჯო ვილსონი მოგეხსენებათ არის ტრამპის ყველაზე ლოიალური კონგრესმენი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ის რომ სწორედ მან აიღო თავის თავზე ინიციატივა და ის გახდა მთავარი გამხმოვანებელი კონგრესში მიმდინარე პროცესის საქართველოსთან დაკავშირებით არის კარგი და ნათელი მაგალითი და გამოხატულება ასევე იმისი, რომ რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ პროცესის განგრძობითობაზე, რომელიც ლოგიკურად ზუსტად ისევე გაგრძელდება 20 იანვრის შემდეგაც, როგორც აქამდე იყო და აქვე მე ჩემი სპეციფიკიდან გამომდინარე სულ ერთ მომენტს ასპექტს დავამატებ კიდევ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ უწყებაში, რომელიც არის პასუხისმგებელი, ორი უწყებაა სანქციებზე პასუხისმგებელი, სახელმწიფო დეპარტამენტი და კომერციის დეპარტამენტი. სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და იღებს გადაწყვეტილებას ვიზებთან დაკავშირებით, კომერციის დეპარტამენტი ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით. ორივე ამ უწყებაში პრეზიდენტ ტრამპს ნომინირებული ყავს კანდიდატები მდივნების პოსტზე, როგორც სახელმწიფო მდივნის, ისე კომერციის დეპარტამენტის მდივნის, კომერციის მდივნის პოსტზე, რომლების მხრიდანაც არავითარი დანდობა თუ გაძლო მანამდე ირაკლი კობახიძემ იმ რანგში, რაშიც ის დღეს რა როლსაც ის დღეს თამაშობს, არავითარი დანდობა მას არ ექნება, იმიტომ რომ ყველაზე დიდი წითელი ხაზი აქვს მას გადაკვეთილი ამ ადამიანებთან და ამ კონკრეტულ პოლიტიკურ მიმართულებასთან, ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან ურთიერთობაში, შეეც სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობით. ამიტომ ეს ვამბობ ამას, კიდევ გავიმეორებ და ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ის გზა, რომელიც აირჩია ქართულმა სახელმწიფომ, თავის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, სტრატეგიულ მეგობრებთან ზურგით დადგომის, იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები თუ ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და ამის პარალელურად ხელგაშლილი ურთიერთობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, როგორც ჩამნაცვლებელთან, აი ამ 34 წლიანი მეგობრობის, ამას არავინ არ აპატიებს მათ, რა თქმა უნდა და არავითარი განსხვავებული პოლიტიკა, განსხვავებული მიდგომები 20 იანვრის შემდეგ არ იქნება და აგერ ვნახავთ ზუსტად ისე, როგორც მე და თქვენ ერთად ვუყურებდით 2 ღამის წინ, რაც ხდებოდა იტალიასთან, ესპანეთთან და რუმინეთთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე ამბავი დაემართება. კი, სამარცხვინო ამბავი, რომელიც მართლა 2 დღის წინ მოხდა და განმარტებაც ვნახეთ ჩვენ ამ კაცის ირაკლი კობახიძის. თინა, დიდი მადლობა, მოკლედ ძალიან სერიოზული. მადლობა თქვენ პირიქით, უცებ ოპერატიულად რომ ჩაგვერთეთ ეთერში. ძალიან